შორისო სიტუაცია მოითხოვს, რომ საქართველოს უკვე ასე ვთქვათ, ყოველგვარი რევერანსების გარეშე დაიწყოს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. აგერ მაგალითი სახეზე გვაქვს ტრამპის, ამერიკის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დუბაიში და უკვე ასე ვთქვათ, გადატეხა მოხდა ამერიკა რუსეთის ურთიერთობაში. ეს ის ამერიკაა, რომლის იარაღითაც უკრაინელები რუს მებრძოლებს ყოცავდნენ, მაგრამ გამონახეს საერთო ენა. ასევე ჩვენ ეს საერთო ენა უნდა გამონახოთ და უკვე უნდა დავიწყოთ ჩვენ მოძმე ოს ერთთან. ესენი არიან ჩვენი სისხლი და ხორცი. ეხლა მე მინდა განსაკუთრებულად თქვა, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში გაცილებით მეტი ოსები ცხოვრობენ, ვიდრე ცხინვალის რეგიონში და ერთი ფაქტი დამისახელეთ, თუ ვინმეს რაიმე პრობლემა შეექმნა. ამიტომ ეს ხელოვნურად ეს პრობლემა ხალხო რო იცოდეთ, სულ ყველამ და გაითავისეთ. ეს კონფლიქტები შექმნეს თვითონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ევროკავშირმა. რომ მათ ქონოდათ საშუალება 90-იან წლებში საქართველოში შემოსულიყვნენ როგორც მშვიდობის ყოფილები. აი მაგიტომ მაგათ არ აწყობთ ამ ურთიერთობების დალაგება და ოსებთან დამეგობრება. როგორც კი აი დააკვირდით თქვენ, როგორც კი რაღაც დადებითი ცვლილებები ხდებოდა, თუნდაც აი სავიზო რეჟიმის მოხსნა და ფრენების აღდგენა, ეგრევე ჩასაფრებულები ხდებოდა, ესე იგი რაღაც კონფლიქტის საზღვარზე, ხდებოდა ხალხის წაყვანა და ეს ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიები და თვითონ წევრებიც ადგილზე იყვნენ და ეგრევე აფიქსირებდნენ ამ იმას. ამიტომ ეს უნდა აიგზავნოს და ეხლა რაც შეეხება გზის გახსნას, გზის და გახსნა ეს უკვე მოთხოვნილება არის, იმიტომ რომ გადაიტვირთა გზები ხუსიტების მიერ წითელ ზღვაში, ასე ვთქვათ, მეკობრეობის გამო ინდოჩინეთიდან წამოსული გემები იძულებულები არიან შემოუარონ აფრიკას და ისე გავიდნენ ევროპაში. უმოკლესი გზა ეხლა დარჩა ინდოეთიდან სპარსეთის და ამიერკავკასიის ქვეყნების გავლით და ეს ლარსის გამშვები პუნქტი უკვე ვეღარ იტევს ამდენ მანქანებს. ეს დიდთოვლობის გამო რამდენი ათასობით მანქანა არის გაჩერებული აგერ მისაქციელში. ელოდებიან გატარებას, ვერ გადის. ეხლა ავიღოთ კიდევ მაგალითი, აი შინდისში მოიწია გლეხმა პროდუქტი. მარო ეს რუსეთში გაიტანო, სხვათა შორის ეხლა ძალიან აი ფართო მასშტაბით წავიდა კომბოსტო, კარტოფილიც უკვე გადის თავისუფლად. ესე იგი, შინდისიდან რომ წამოიღოს პროდუქტი, უნდა შემოუაროს, ესე იგი, მცხეთას, ავიდეს ლარსში, 1-5 დღე ხო უნდა გაჩერდეს. როდის გავა და გაიტანს, მაშინ როცა შეუძლია, აგერ ეგრევე შინდისიდან გადავა ერგნეთის მეშვეობით და ცხინვალში და ერთ დღეღამეში უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადასული. ამიტომ ეს მე ხელისუფლებას მოვიწოდებ, რომ ჩართეთ სახალხო დიპლომატია, ჩაგვთეთ ჩვენ, რომ ეს ურთიერთობა აღვადგინოთ, ვიფიქროთ გზის გახსნაზე, ვიფიქროთ იმ ერგნეთის ბაზრობის მსგავს სავაჭრო ტერიტორიის შექმნაზე, სადაც ფაქტიურად იმ 80 საათიანების დროს დარღვეული მეგობრული ურთიერთობები იმ ბაზრობამ გააერთიანა და უნდა ანალოგიურად გადავიდეთ და დავიწყოთ ეს დრო აღარ იტმეს. მაგალითი გვიჩვენა ამერიკამ და რუსეთმა. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან, დავიწყოთ დიალოგი ჩვენს მოძმე ერებთან, ოსებთან, აფხაზებთან და მივხედოთ ჩვენს საქმეს და ჩვენს ეკონომიკას. მილიონობით შემოსავლები შევა ბიუჯეტში და ის ტრასა რო გაიხსნება, იმას თან ახლავს თავისი კაფე, პატარა ის მოსასვენებელი ადგილი, ტექნიკური მომსახურება, იქ ზეთს გაყიდიან, იქ იმას გაყიდიან, მანქანას მომსახურებას, ვულკანიზაცია გაკეთდება და ეს ტერიტორიაც გაიხსნება და ის ხალხი, რომელიც ჩაკეტილია ფაქტიურად და ვერ გადის რუსეთში ადგილზე დასაქმდება და ისიც იგრძნობს საქართველოს წარმატებებს და გავერთიანებით ისევ და ამაში რუსეთი ყოველთვის ხარში დაგვიდგება და არის სიგნალები, რომ ეს წარმატებით თავარია ჩვენი ინიციატივა იყოს. გეთანხმებით.